კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემი საყვარლებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, დიდი მადლობებით, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობებით ჩემს ემიგრანტებს, ჩემო ძვირფასებო და დიდი მოკითხვა მათ აქედან ძალიან მიყვარხართ, ძალიან განფასებით ჩემო საყვარლებო და ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა ჩემი არხის გამომწერისთვის თითოეულ თქვენთაგანს ერთი subscribe ხილაკია და ნამდვილად არაფერი არ არის იმის გამოწერა, ხო? და რა თქმა უნდა ვინც კომენტარებს მიტოვებთ TikTok-ზე, YouTube-ზე ორივეგან ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ერთი და იგივე ვიდეო იტვირთება YouTube-ზე და TikTok-ზე ფიზიკურად ვერანაირად ვერ ვასწრებ პატარა ვიდეოებს, ამიტომ რაც შემიძლია ხოლმე იმ ვიდეოებს გიტვირთავთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო საყვარლებო. დღევანდელი ვიდეო ეხება მოვკვდი მტკნარებით ვიღაცას როგორც ჩანს, ვინც მაყურებთ, თვალი გაქვთ ძალიან აღებული, იმიტომ რომ აი პირად კონსულტაციებზე ხოლმე აი ვიცი უკვე როგორც კი ესე განუწყვეტ მტკნარება დამიწყება, всё, მე კი სურნელო არ ჭირს აი მეინდა დამება ვანთებ, მაგრამ ეხლა აქეთ ამ ოთახში გამოტანილი. მოკლედ ჩემო კარგებო, დღევანდელი ვიდეო რა უნდა თქვენგან ჩაფიქრებულ ადამიანს. ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. ხო, ვისაც ტელეფონის ნომერი YouTube-ზე დოს, ვიდეოს ბოლოში შეგიძლიათ WhatsApp Viber-ზე დავიტოვოთ შეტყობინება, ხოლო TikTok-ზე მომწერთ პირადში და მე თვითონ დაგამატებთ, ხო? კარგით, ეხლა ნახოთ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები. წმენდები, წარასრული კურსის შესწავლა, ასევე მესამე პირის ფიქრში ჩაგდება დაბლოკვა, ასევე კარმული კვანძების გახსნა, ხო? მოკლედ ეს ოღონდ ამ ყველაფერზე მწერთ პირადში. მოდით ნახოთ რა უნდა თქვენგან ჩაფიქრებულ ადამიანს და ჯერ ნახოთ ვინ არის ეს ადამიანი, ხო? რას წარმოადგენს, ვინ არის ავტორიტეტია, არ არის ავტორიტეტი, ვინმე გუჩიდან მოზული. მოკლედ, კარგით, ნახოთ ვინ არის ეს ადამიანი, რას წარმოადგენს. რა უნდა თქვენგან ამ ადამიანს მოვიკითხო. ნახოთ. ანუ რა შეგრძნებები აქვს, რა ფიქრები აქვს, რა სიტუაციები აქვს, რა უნდა თქვენგან, ხო? მთავარი კითხვა რაც არის. შემდგომ იქნება თუ არა მისი ნაბიჯები. ანუ მისი მხრიდან ნაბიჯები. და რა თქმა უნდა ბოლოს რჩევა. ოჰო, ორი არკანი ამომიხდა, რაობა. რა ხდება დღეს და ვაიმე, აი აღარ შემიძლია გეფიცებით, მართლა აღარ შემიძლია მე დავიტოვე თქვენ მაგივრად. აი მიტოჯობია ხოლმე რა გადმობზანდით პირადში, შეხედეთ განდეგილში, გასაცდოებული, გაუბედურებული, შეხედეთ, აი გაშლას ვიწყებთ, ვინ არის ეს ადამიანი და ვინ არის და განდეგილში გადასული. აქ როგორც ჩანს, ასაკობრივი სხვაობაც არის, აი თასების რაინდი, რომელიც რა მოგდის, ნუ ჯერ საოცარი ამ დასტის თასების რაინდზე ჭკუა მეკეტება მე პირადად, აი დაინახეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ სიტუაცია ზესავით იყო და მიუხედავად ამისა, რომ სიტუაცია იდეალურად ჰქონდათ დალაგებული, აი ესე, ნუ 60 მენდელზე არა თქმა უნდა, მაგრამ მოყვა მიზეზი და გადახვედით და გადავიდა უბრალოდ განდეგილში ეს ადამიანი, არ ვიცი ხონთ რა ჭირს, რა ხდება, მე არ გამოვრიცხავ. მოდით რაიდერით ვკითხოთ რა ჭირს ამ ადამიანს, იმიტომ რომ რაღაცა ისე დავიწყეთ, რომ რა სიტუაციას ეხება, რა ჭირს, რა მოხდა. ხო, გეტყვით იმას, რომ როგორც ჩანს, ხო, აქ მესამე პირის ქუჩაში ჩემო საყვარლებო არავისად გამორიცხული, ყველას რა თქმა უნდა არა, მაგრამ არის, აქ შეტყობინებაც მოდის, აი პირდაპირ მეუბნება რაიდერი, რომ მესამე პირზე შეტყობინება მოდის. ამიტომ როგორც ჩანს, ამის გამო მოხდა მისი განდეგილში გადასვლა, როგორც ჩანს მიალანძღეთ, იჩხუბეთ, რა ვიცი, მიმოწესთან გაასწორეთ, ნახოთ რა უნდა თქვენ. ეხლა გეტყვით. ჯერ ის, რომ ძალიან დიდი ბრძოლები, თავის თავთანაც, თქვენთანაც, აბსოლუტურად ჯამში ყველგან მერე დგას და გათვალიერებთ სოციალურ ქსელში. აღარ იცის რა გააკეთოს, საიდან სად გნახოთ. ნახოთ აბა რა უნდა თქვენგან.
ეს ცოდეთ, ეს ადამიანი არის ეგოისტი. ხა მწუთას მარტო ეხა რო გითხრათ, რომ ვინმე ყავს, არავინ არ ყავს, მაგრამ აი 50-50-ზე რა უნდა თქვენგან. ნაბიჯის გადმოდგმა უნდა, მაგრამ ერთი ნაბიჯი წინ 3 უკან, ერთი ნაბიჯი წინ 3 უკან. ნახოთ კიდე რა უნდა თქვენგან. ახალი ფურცლიდან უნდა დაწყება სიტუაციის. აი როგორ ენატრებით კორთხების. აქ არ გამორიცხავ მესამე პირის სიტუაცია იყო, იმიტომ ამოვიდა ორი დედოფალი. მაგრამ თქვენ კორთხები ხართ, თქვენ ამ ადამიანს რა ვიცი, ეს ადამიანი თქვენ გაღმერთებთ. უბრალოდ აქ ასაკობრივ სხვაობასაც ხედავ, არ ვიცი, ბიჭი იყო პატარა, პირიქით გალია პატარა, ერთ-ერთი დაოჯახებულია და განქორწინებული, ნუ არ არის გამორიცხული. კარგით ნახოთ მისი შეგრძნებები. ძალიან მაინტერესებს თქვენთან დაკავშირებით. ესე იგი, კვერთხები კვერთხებზე ცვივა. ესე იგი, იმ დონეზე აქვს სექსუალური ტოლვა, ასევე ნება, ასევე მიზიდულობა თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ კი ბატონო, აქ ხო ასაკობრივ სხვაობას პირდაპირ ხედავ, მაგრამ ნახეთ, კი ცდილობს რაღაცას, კი ვითომ რაღაცებს ალაგებს, მაგრამ გრძნობებში ნახეთ, რასაც მე ვხედავ, რო გითხრათ, ეხა მე იცით რა მომენტია ზოგი რო იცავს, რომ მარტო სექსი უნდა, კი, შეიძლება სექსი უნდა, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით ჩემო კარგებო, მოდით ვაღიაროთ, ქალები ვართ, ხო, გინდათ მამაკაცები, თქვენ თვითონ ვერ ხვდებით, რომ აი როგორ თქვა, ლოგინში მოდით ახლა ხო დასრული ხალხი ვართ, სექსი აქ მარტო ჩემთან, თუ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გადამოშვებულია ჩემთან ურთიერთობაში, მიხვდით? ძალიან დიდი განსხვავება არის, მაშინ ვხვდება, ქალი განსაკუთრებით ხვდება, მხოლოდ სექსი უნდა ამ ადამიანს მასთან თუ არა. და რა ვიცი, ხა ეს ამ თემას აქ არ უნდა განვიხილავდე, ეს ერთგვარად უკვე ფსიქო სიტუაცია და ასე ვთქვათ, კონსულტანტის რჩევებიც, მაგრამ და ეს აქ არ უნდა განვიხილავდე, პირადში კი ბატონო განვიხილავ ხოლმე. მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ აქ როგორი სიტუაცია იცი, აი ძალიან დიდი ვნებასთან გვაქვს საქმე და ძალიან დიდი ემოციასთან გვაქვს საქმე და აქ არ გამორიცხავ, რომ აი ამის გამო, აი მონატრების გამო სიტუაციები რაღაცნაირად ისე შეიცვალოს. ნახოთ, ჯერ რჩევას გეტყვით, იმიტომ რომ ორ-ორი და არკანი ამოვიდა. კი ბატონო, ურთიერთობა ამ ეტაპზე ხო გაჩერებული, როგორც ნახეთ და ისედაც ვიცით, აქ ეტლის არკანი მიდასტურებს ამას, მაგრამ ნახეთ რა ხდება. მე აქ ვფიქრობ, რომ იმდენად უმტყუნებს გული და იმდენად ემოცია, რომ ეს ვერ მოითმის და ნაბიჯებს გადმოდგას და აუცილებლად რაღაცებს შეცვლის შემოძვირფასება, ნაბიჯები ამ ადამიანს ექნება. რჩევაშიც გეუბნებათ, ნახეთ, რომ აქ რაღაცა სიტუაციები შეიძლება, ნაბიჯები აუცილებლად იქნება, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, უბრალოდ ეს ცოტა ხანი რაღაც ჩამოკიდებულ სიტუაციაში და მშვენივრად გრძნობს თავს, საერთოდ არ წუხდება, აი დაინახეთ თქვენ გალით, მაგრამ ისე ეს უკვე განდეგილში გადავარდნილი, თვითონაც არის ეს რა სჭირს ისე არის და აი თვითონაც რო ვერიგებენ, ხო იცით რა სჭირს, საკმაოდ ცუდად არის, არ არის ეს ადამიანი, რომ აი რო არის რო ვიტყვით, რომ ალბათ ეხა ისე კარგად არის და ერთობა და გულავს, არაფერსაც არ გულავს, არაფერსაც არ ერთობა, პირიქით, ძალიან განიცდის შემოძვირფასება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას ემოცია აუცილებლად უტყუნებს, რა თქმა უნდა, კარგი კუთხით და აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, ანუ განაბიჯები იქნება, მიხვდით? და თქვენგან რა უნდა, ზუსტად ეს უნდა, ემოცია უნდა. ყველაზე მთავარი კითხვა რაც არის ზუსტად ის, რომ თქვენ რა ემოციასაც აძლევდით, იმას ვერავისგან ვერ იღებს. მე რატო გეუბნებით, რომ მხოლოდ სექსით ნუ განსაზღვრავთ და ნუ გონიათ, რომ მას ჩემთან სექსი უნდა და მხოლოდ. როგორ თქვენ ვერ გრძნობთ, რომ როდესაც ერთად იყავით ურთიერთობაში, სექსის გამო იყავით, თუ იქ სხვა ჩაქსოვილი იყო, ხო, ბევრი სასიამოვნო მომენტი. ამიტომ ამას თქვენ თვითონ ნაასხოვებდეთ, ჩემო კარგებო, რა ვიცი, მე ვფიქრობ, ძალიან ინტიმური თემა, ზოგადად მე არ მიყვარს ხოლმე ამ თემის საჯაროდ განხილვა, მაგრამ ხო, რადგან ასე მოხდა, გეუბნებით ახლა პირდაპირ. ზუსტად ეს უნდა, თქვენგან ეს ემოცია ჭირდება, აბსოლუტურად ცარიელი, სხვა შორის თქვენ ცარიელი ხართ მის გარეშე. აი, მე ესეთი ენერგიები მომდის, მე არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ცარიელი ხართ შემოძვირფასება. პირადად გელოდებით, ნომერი დადებულია YouTube-ის ბოლოში, ლინკი ვიდეოს ბოლოში, ხოლო TikTok-ზე მწერთ პირადში და მე თვითონ გამატებთ WhatsApp-ი, Viber-ზე, ეს იყო დღევანდელი კავშირი შემოძვირფასებო, ეხლა დაგემშვიდობებით დროებით, მიყვარხართ ყველა.